მე ამიხსნით ამ ფაქტს. ფაქტი არის, რომ დღეს საქართველოს საგარეო ვალი აქვს ორჯერ ნაკლები, ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ. ეხლა ვისაც ეს არ გჯერათ, ეხლა ამიხსნით რატომ? იმიტომ რომ ვალი როგორც ესეთი არ არის მარტო ციფრი. ვალი არის შემოსავალთან მიმართებაში. ანუ რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ ეხლა რომ 500 ვარი. 500 ვარი არის 500 ვარი ციფრობრივად, მაგრამ სტუდენტისთვის 500 ვარი არის სხვა, ჩემთვის 500 ვარი არის სხვა და აგერ გუბერნატორისთვის 500 ვარი არის სხვა. და ჩვენ სამივე 500 ვარი ვის ესხოს? მე ამ 500 ვარს ამბულად გავისტუმრებ, იმიტომ რომ მაგარი ხელფასი აქვს. გუბერნატორი გაისტუმრებს, ჩემზე ცოტა მეტად შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ გაისტუმრებს, იმიტომ რომ ასას კაი ხელფასი აქვს. და თქვენ შეიძლება ეს 500 ვარი ვერ გაისტუმროთ სამივე. 500 ხო 500-ია, მაგრამ ვალი არის შემოსავალზე მიბმული. აი ესე არის ზუსტად სახელმწიფო. სახელმწიფო ვალიც არის მიბმული შემოსავალზე. ჩვენ რო ის ვალი გქონდეს, რაც ამერიკას აქვს, ჩათვალეთ რომ გასწორებულები ვიქნებოდით მიწასთან. მაგრამ ამერიკას არაც უხებს, იმიტომ რომ იმას შემოსავალიც მაღალი აქვს. მომეხვდით, ამიტომ ის ვალი რაც ჩვენ გქონდა, ვალი იზომება, სახელმწიფოს შემოსავალი არის შიდა კლიანი შიდა პროდუქტი. ამიტომ ვალი ყოველთვის იზომება როგორც კლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი. და 10 წლის წინ ჩვენი ვალი იყო ჩვენი შიდა პროდუქტის 72%. დღეს ჩვენი ვალი არის შიდა პროდუქტის 36%. ზუსტად არის განახევრებული. განახევრებული არის იმის გამო, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის შემოსავალი 8 წლის განმავლობაში და შიდა პროდუქტი გაიზარდა სამჯერ. ამიტომ ის თანხა, რომელიც თანხობრივად შეიძლება შეცვლილი არ არის, დაახლოებით იგივეა დღეს ბევრად უფრო ადვილი გადასახდელია. ისევე როგორც აი დღეს რო ისესხო 500 ლარი და ხვალ დაიწყო მუშაობა ახალ პარლამენტში, იმ ხელფასით 500 ლარს ბევრად ადვილად გაისტუმრებ, იმიტომ რომ შემოსავალი მოგემატება. ხო ესე არის ზუსტად სახელმწიფო. რეალურად ეს ჩვენ ვალის პრობლემა არ აქვს საერთოდ. და ესე ჯანსაღად ჩვენ არ ყოფილვართ არასდროს ვალის თვალსაზრისით. ჩვენ ბიუჯეტის დაახლოებით 3% გვეხარჯება ვალის მომსახურებაში. ვალის პროცენტებში და ძირითადი თანხის ეს არაფერი არა. ეს არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 90%-ს ეხარჯება. ანუ აბსოლუტურად ჯანსაღი ვართ ვალის თვალსაზრისით და ხშირად ჭკვიანური სახეებით ნახავთ ძირითადად წარმოშობილი ხალხია ძირითადად ჭკვიანური სახეებთან რაღაცებს საუბრობს ხოლმე ტელევიზიებში, გაზეთებში, რომ აი დაახჭო ვალებმა ეს ქვეყანა სტუდენტებს არ გეხება, სტუდენტებს შეგიძლიათ მოუშვათ. წვერი დაახჭო ვალმა ეს ქვეყანა და რა გვეშველება? არაფერი არ გვეშველება, იმიტომ რომ დაშველი გვაქვს უკვე და არანაირი პრობლემა არ აქვს.